16 და 18 ნოემბერს დედაქალაქში ჩასაბერ საკრავთა თბილისის მესამე საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. ქართველ მუსიკოსებთან ერთად მასში უცხოელი სტუმრებიც მონაწილეობენ. ახალგაზრდა ინსტრუმენტალისტებისთვის დაგეგმილია მასტერკლასები. ფესტივალის შესახებ უფრო დაწვრილებით მისი დირექტორი ლევან ცხადაძე ისაუბრებს, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ლევან, გამარჯობა, უკვე მესამე ტარდება ჩასაბერ საკრავთა თბილისის საერთაშორისო ფესტივალი. როგორ გაჩნდა საერთოდ ამ ფესტივალის ჩატარების იდეა? მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ამის ჩატარების იდეა გაჩნდა რამდენიმე წლით ადრე, დაახლოებით 2007-ში თუ არ ვცდები და ნელ-ნელა მოუყარეთ თავი ყველა საორგანიზაციო საკითხებს, ბიუჯეტს და სხვა მრავალ ძალიან საპასუხისმგებლო საკითხებს და დღეს უკვე მესამეჯერ ტარდება ეს ფესტივალი და მიზნად ისახავს ჩასაბერი ინსტრუმენტების სკოლის განვითარებას კიდევ უფრო საქართველოში და მისი რეპერტუარის ხალხისთვის გაცნობას. საჩატარდება უშუალოდ კონცერტები 3 დღის განმავლობაში არის დაგეგმილი ისინი. დიახ, კონცერტები ჩატარდება კონსერვატორიის მცირე დარბაზში. დღეს საღამოს 7 საათზე არის გახსნა პირველი კონცერტი. ხვალ საღამოს იქნება მარჯანიშვილის თეატრში 7 საათზე. და ზექ საღამოს ისევე კონსერვატორიის მცირე დარბაზში. გასული წლების მანძილზე ფესტივალზე შესრულდა ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც აქამდე არასდროს დაუკრავთ საქართველოში. როგორია წლევანდელი ფესტივალის პროგრამა? წლევანდელზე რამდენიმე ნაწარმოები გვაქვს, რომელიც პირველად სრულდება საქართველოში. პრინციპში ეს სულაც არ არის სასიხარულო ამბავი, იმიტომ ბევრად ადრე უნდა ყოფილიყო ეს ნაწარმოებები შესრულებული საქართველოში. ერთი მხრივ სასიხარულო ეხლა სრულდება. ამიტომ თან ცოტა სევდაც ახლავს და ასევე სიხარულიც ამ ყველაფერს. რეპერტუართან ერთად საკმაოდ მრავალფეროვანი არის მონაწილეთა ჩამონათვალიც, თქვათ იგივე ჩვენი მხრიდანაც და უცხოელი სტუმრებისგანაც. ვინ იღებს წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას? წლევანდელ ფესტივალში ქართველის ძალიან კარგი მუსიკოსები იღებენ სხვადასხვა თაობიდან, მაგალითად ნინო გვეტაძე, პიანისტი, გიორგი გვანცელაძე, ჰობოისტი, საქართველოს სიმფონიეტა, ბრწყინვალე ორკესტრი, სულხან ციცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, ეს მოკლედ ჩამონათვალი ქართველი მუსიკოსების, ასევე ცნობილი მუსიკოსი ინსტრუმენტალისტები გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, რომლებიც სხვადასხვა ცნობილ ორკესტრებში უკრავენ, ან სოლისტები არიან და რა ვიცი, ძალიან საინტერესო მუსიკოსები სტუმრობენ წელს ფესტივალს. ლევან, ბევრს გაუჩნდება სურვილი ფესტივალზე დასწრებისა. თუ დარჩა კიდევ ბილეთები და სად შეიძლება მათი შეძენა? რა თქმა უნდა, ბილეთები არის. ყოველთვის ასეა ხოლმე ყოველთვის, რომ კონცერტის დღეს იყიდება ძირითადად ბილეთები. სალაროებში ჩვეულებრივ კონსერვატორიის სალაროში და მარჯანიშვილის თეატრის სალაროში მობრძანდნენ და შეეძინონ ბილეთები. კადრებში ჩვენ ნახეთ ლევან წულაძე, რა სახით იღებს იგი მონაწილეობას ფესტივალში? ჩვენ გვაქვს პატივი ბატონ ლევან წულაძესთან მუშაობის. ეს კონცერტი იქნება 17-ში, ანუ ხვალ მარჯანიშვილის თეატრში. შესრულდება 3 ნაწარმოები: სენსანსის ცხოველთა კარნავალი, ნოდარ გაბუნიას იგავი და პროკოფიევის პეტრე და მგელი. ამ 3 ნაწარმოებს ახლავს ტექსტი, იგავს შესაბამისად იგავი, პეტრე და მგელს ზღაპარი, პეტრესა და მგლის შესახებ და სენსანსის ცხოველთა კარნავალს ახლავს თან ლექსი, რომელიც ინგლისურიდან გადმოთარგმნა აკა მორჩილაძე. ძალიან დიდი მადლობა ლევან. ბატონი ლევან წულაძე. ძალიან დიდი მადლობა ლევან იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღეთ გადაცემაში. მაშინ ასე 16 და 18 ნოემბერს თბილისის რიგით მესამე ჩასაბერ საკრავთა საერთაშორისო ფესტივალი. ჩვენს გადაცემაში ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ უკვე სხვა თემებით დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგველოდებით.